ჰაი, დილამშვიდობის, მეგობრებო, როგორ ხარ? დავიწყოთ პირდაპირ თავის მოწესრიგებით, იმიტომ რომ გვეჩქარება. აი, ამ კონკრეტულ თავის მოვლის საშუალებას ვიყენებ, თუმცა სხვა ფერიც ვიყიდე და ესეც მომწონს, არ ვარ უკმაყოფილო, ამის დატესტოს ველოდებოდი და დაიტესტა. ჩემი ერთ-ერთი ფავორიტი ამოჩემება დავარქვათ, მოდი. დავიტანოთ სახეზე, ცოტა ისე ვარ აბსოლუტურად უძინარი და მიყვარს ეს ხარტად როგორ გამოვიყურები, მაინც ვერ გავიგე ვერაფრი. გადავინაწილოთ, ამისათვის სარკე მჭირდება, წინური სარკე მიდევს და რაღაცნაირად მაინც ვერ ვხედავდი კარგად. საკმაოდ ცხელა და ძალიან რთულია. დილით რაღაცების სახეზე გადასმა ხალხო, აი შეწოვა ძალიან უჭირს, იმიტომ რომ ცხელა და ვითხლიზები მთლიანად. და მე ნახევარისადი ვინიავე ძლივს გავშრი ცოტა და მე გავიქეთ, ნუ გზაში დავსვალდი, სხვა საქმეა, მაგრამ სახლიდან მშრალი გავედი. გადავწყვიტე, რომ ქალობის წუთები მომეწყდა. 2 წუთიანი სახის მასაჟი გავიკეთე, რა ვიცი რამეს თუ მიშველის. ხო, ეს მზის დამცავი აუცილებლად გოგოებო, სხვა რამ რომ არ წავისვამ მზის დამცავს ვცდილობ, რომ აი არანაირად არ გამოვაკლო ჩემს რუტინას. იშვიათად რომ რაღაც ან დამავიწყდეს, ანუ იშვიათად ხდება ხოლმე. და ძალიან მომწონს. დღეს იყო საკმაოდ მზე და დაცული ვიყავი, იმიტომ რომ სხვა დროს მიწითლდება ხოლმე ყველაფერი. განსაკუთრებით ცხვირი, ნუ ეს დეკოლტის ადგილიც თავისთავად ძალიან, თუმცა არ მეცომ ასეთი ამოღებული. მაგრამ ნუ მაინც. ხომ გითხარით? ვინიავებდი თქო, დაიწყო. ხო, ეს კალორიების რვეულია. აი მე დაუნდობლად ვინიავებდი, არ წყალი მშულდა. ხო, ნუ წყალი აუცილებლად მაცივარში მაქვს ხოლმე შედგმული და მივირთმევ, ეს რაღაც დაუწერელი კანონია. იმიტომ რომ ძალიან ცხელა და ცივი წყალი მჭირდება აუცილებლად. იმისათვის რომ ცოტა გავგრილდეთ ხალხო. რა გამაგრილებ და ადუღებული ვიყავი თავიდან ფეხებამდე, არც წყალმა მიშველა, არც გადავლებამ და რავი, არაფერმა. დედა რა სინაძე ვარ მიშველეთ. რა თქმა უნდა, უნდა დაგვავიწყდეს ჩვენი ვერცხლის სამკაულები, რომლებიც ძალიან მიყვარს. გუშინ არ გადამიღია, მაგრამ ჩემი ტრილიაჟის ყველა კუთხე კუნჭული, ყველაფერი დავალა, ყველაფერი გადმოყრილი მქონდა, რაღაცები გადავყარე კიდე ცოტა შორის. ისეთი რაღაცები, რაც ნუ აღარ მჭირდებოდა, ასე ვთქვათ, და აღარ მომწონდა და ზოგი ისეთი იყო უკვე ვადაც გაზდიოდა, რაღაცები მოკეთ მოვიფრიალე. და რომ მეგონა ადგილი დავიტოვე, კიდე რაღაცით შევავსე, ანუ ქალებს არასოდეს არ ყოფნით, ისე თქვი თითქოს მე ვყოფნით ეს. არაფერი არ ვყოფნის, სურო, აი ჩევქორატყუით კი ამთხარ გვანცავ, აი ხონა მოიტანო რომ ვყიდულობდი. 4 მაგხელა რომ მოიტანოვო, მაინც ზუსტად ვიცი არაფერი დაგეტევაო. აი ზუსტად ვიციო და ისე აგიხდეთ ყველაფერი კარგი. 1, 2, 3 მაგხელა კიდე მიდა რომ მე რამე დავტიო. არ ვიცი, რაცა ძალიან გაგრძელებული რუტინა მქონდა დღეს. ყველაფერი გავიკეთე, იმიტომ რომ დღეს მარიკოს გარეშე მივიდიოდი და მაგის, ნუ თუ ფუფუნებად ჩავთვლით, ამ კუთხით მქონდა ეს ფუფუნება, რომ მარტო წავსულიყავი. მშვიდად მომზადებულიყავი, ამ დროს მარიკოს ეძინა და მე ყავის წრუპვას გადავყევი. ოღონდ, ანუ ცოტა ვერ გავიგე, აი ეს რაღაცა თვალზე რა მაქვს. ახლა რო ვუყურებ, აღარ მაქვს უკვე, მაგრამ რა მომიბერა არ ვიცი. ეს 002-ს ვიყენებ გოგოებო, გაჩვენეთ, 1-იც მაქვს თქო და 2-იც და მოკეთ, მაგას გაჩვენებდით. ოჰ, კაი დროს გამახსენდა. ნამდვილად როული იყო ამის გამოყენება. რისთვის ყიდულობა კობაბე უნდა, აი მაინც მოვკალი და ვერ ვიგებ. დავით რომ მაგას მეც ვერ ვიგებ, შენ კი არა. მოკლედ, გადავიდეთ. ნუ ეს ძირითადი რუტინები დასრულებულია, გოგოებო. ხო და ახლა გადავბრძანდეთ
და მოუკვდინია განიავებით. აი, მაგას გეუბნებოდით, ანუ ვერ მივხვდი რა მაქვს. მე ხალხო მიშველეთ. არც მე არ ვიცი. ასე რომ ჯობია გვანცა ინიაო და შენ თავს მიხედო. აქ გაჩვენებდით, რომ ძალიან ლამაზად მესვა, თუმცა ახლა რომ ვუყურებ, აღარაფერი შემჩასეთ. მაგრამ კარგად გამოვიყურებოდი მგონი. თან გოგოებო ვფიქრობთ, ეხა მეთქი. თუ ამედგლისა, დამედგლისა ამ სიცხეში ეს ყველაფერი რა თქინდა გვანცა, რა თქინდა ჩემთვის ვიჩხუბებოდი, მაგრამ რა ვიცი, მაინც მომწონს. ნეტავასე მალე ვიკეთებდეთ ყველაფერს როგორც მონტაჟის დრო შევგდეთ წკაპ და ეგრევე დავამონტაჟოთ ყველაფერი. ნუ მთლადეზე მარტივიც არა, ეხა წკაპ, მაგრამ დააჭირე აჩქარდება და აჭირე ანელდება. ამან რაღაცა მომკალა მთელი გზა მაგაზე ვდარდობდი ეს რა გამომივიდა მეთქი. მე ხო ერთი დარდი არ მაკლდება, მერე ჩაცხარა, მაგრამ მანამდე მოვიკალე წავიქციე თავი. აუცილებლად წყარბის ფიქსატორი. დღეს ქალობის ოფიციალური დღე გვაქვს მე და თქვენ. ორშაბათიდან ნაკლებად მეკნება ამისი დრო. იმიტომ რომ მეც და მოვემზადო, ბავშვიც მოვამზადო და კეიცით რამხელა დრო უნდა. თუმცა იმიტომ ვდგები ბევრად ადრე, რომ მოწესრიგებისათვის დავიტოვო დრო. ჩემთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ მე ვგრძნობდე თავს კომფორტულად, რაც მაცვია იმაში, რაც მისვია იმაში და როგორც მაქვს თმები. თუ კომფორტულად არ ვარ, აი ისე ცუდად ვგრძნობ გოგოებო თავს, აი სახი და თმა თუ არ მაქვს ისე მოწესრიგებული, როგორც მე მინდა, ისე ცუდად ვგრძნობ თავს, რომ აი რო გიდა რომ დაიბალო, ხო იცით და სადღაც გიდა რომ თავი შეყო, ეგრე ვარ ხოლმე და როგორც იქნა ამის გამოყენების დრო დადგა გილოცავ გვანცა, რამდენი თვე სახში გიგდია. ცოტა ჩავაქროთ ეს სიწითლე. ვაიმე თან ადუღებულ ყავას რო სვამ არ შემიძლია. ეს რუმიანა რამდენ წელში უნდა დამთავრდეს არ ვიცი. ვადა გაუვიდა კი არა სავარაუდოდ 10 წელს უნდა გავიდა. ხონო ხალხ მაგდე ხანი არა მაქვს რაც მაქვს. მაგრამ ანუ საკმაოდ დიდი ხანი აქ ჩემს მეუღლეს გამოუღვეძა და ყავა მეც დამიტკიო და ანუ მეთქი უკაცრავად რა ყავა შვილო მეთქი. შენ არ გეძინა ხო და ასეთი გოგო ვარ. ზადვარ. რატო ჩამოგაქვეითეთ არ ვიცი. მოკლედ, წავედით. გოგოებო, ბიჭებო, ვინც მიყურებთ. წავედით. საათი რომელია? 10 დაიწყო, რაც მესენჯერს უნდა გავიქცეთ. რა თქმა უნდა, მე ამ დროს უკვე სამსახურში ვარ ხოლმე, მაგრამ დღეს გვიან ვიკრიბებით, ასე ვთქვათ, 10-ზე ვიკრიბებით, რაც იმას ნიშნავს, რომ აბსოლუტურად ვასწრებ. ხო, ასე გამოვიყურები სახეზე. რაც არ უნდა წავისვა, აი აქ სისელეს ვერ ვაშრობ გოგოებო, მაგრამ ნუ რას ვიზამთ. როგორ გამოვიყურებ. წავედით. ავიდეთ ხალხო სამსახურში. მაშტკამ გაიარდა, შემიძლია დაველოდო, მაგრამ აი როდის იქ კრუს დაარტყავს, როდის იქ ჩავა, ხო 8 ჯერ გავა სამედიცინოზე და ბავშვით რომ მივიდიოდა კიდე ხო და აი მირჩენია რომ ღვართი გამივიდეს, მიდრე მაგას ველოდო, ახლა 9 საათი როდის ჩარახრახდება იქ. აი მე როგორ არ მიყვარს ჩემ ხარზე ბრაზდები, ვერაფერს დააბარებ, არაფრის წამოღება არ უყვარს თქო და ნეტა იცოდეთ მე როგორ მეჯავრება იცილოფნების ფურიალი, მაგრამ რაღაცები მაქვს, რაც დასატოვებელია და რაც ვიყიდე გულში მოკლედ. მე ღამის 2:30-ზე წავისვი ლაქიო, ხონთ სულ არ ვაპირებდი, აი საერთოდ არ ვაპირებდი არაფრის წასვლას და მე რატო წამომიარა თავში არ ვიცი.
აი კაცი შვილი არ და კუჩაში რა კვირა ხო არ არის იცი ვარ მიჩვეული შაბათ-კვირას რო ვისვენებ ხალხო რომ მე რა კვირა ხალხო შაბათი არ არის მეც მაგარი ვარ ისე ვარ მიჩვეული შაბათ-კვირას რო ვისვენებ ზოგადად რომ ისადმე სხვაგან რო ვიმშო და შაბათ-კვირას არ დავისვენო ალბათ ძალიან რთული რეალობა იქნება თქვენ რას ფიქრობთ ხა ვინც ვთქვათ ისეთ დოქტორში მუშაობს მაღაზიათა ქსელებში და იმაში რა შაბათი-კვირა ხალხო ის კი არა გოგოები ამბობენ ხოლმე რომ ისე მივაბავთ ხო დღეებსო მორიგეობას აი მეზლი ღიარ დამეცის გადამრიგებს ესეგრევე იმას მიზავს მაისურს გამიფუჭებს თუ თამოვილიეთ ახლა ლეხუთ დაიწყო გადააბავენ საწყალი გოგოები სამუშაოს მაღაზიებში სმენებში რო არ ყავთ ხალხი და რთულია გუშია მოვედი ვაქსლიდან ეგრევე შევყარე ესენი რაც მაცვია ხო და ვაიმე მეთქი გამიშრეს თქო ჩემი ქვემონები მიდიხარო სადმე ანუ ეხა ისე ზარა და გაშრეს და მე თუ ხვალ სამსახურში ჩავისო რატო სხვადასხვა წელი აღარ მეთქრი არა ეს ზედა მინდა თორე არა კონკრეტულად აი ეს ზედა მინდა იყვი რაღაცა გინდა კონკრეტულად აი 60 ხალხო მაგას ვენები ხოლმე აი შენ რო ხარ თქო რომ აი ეს მინდა გონც აი ეგრევე რომ თქო ეს მინდა კაცო კონკრეტულად არ მინდა სხვა ხო და სანამ დავიძინებდი რა თქმა უნდა გაშრა და მე რა იმას ვქენი რა ქვია დავაუთხოვე და დაიწყო დაუთხოვების სეზონი წავედით ვერ დამატყოს ლაკი წავისი მაგრამ ნახეთ ამძვრა იმიტომ რომ ჩვენი სივრცეები მოვაწესრიგეთ სამსახურში ხო და გადამძვრა ყველაფერი სახეც მათ შორის ძალიან დავიხალე 10-დან აქ ვარ ეხა 2 ხდება ხო და ყველაფერს მოვჭით აი მე დედა ნახეთ რა დღეს ჩამივარ და მარჯვენა განსაკუთრებით ხო ეს მარჯვენაც უფრო აკეთებ რაღაცებს და არა უშავს ეხა ერთ-ერთი რაც დამაწყნარებს და რაც დამამშვიდებს ეს არის ის რომ სახში მივალ ყავას დავალებ და საღამოსკენ ჩემს საყვარელ ხინკალს გავაკეთებ და მივირთმევ ამით რელაქსი მექნება აბსოლუტური წავედით ხელა სასწაულად ვიწვი მიშველეთ აბსოლუტურად ჩემი მოკუწიწებული ვინ მოვიდა სამსახურიდანო ვინ ყიდა პროდუქტები აი ხალხო მე გზაში ასე კარგად არ გამოვიყურებოდი კატაყლილი ეხა ბევრად კარგად გამოვიყურები და ახლა ჩამოგარიკრიკებთ რატო იმიტომ რომ ერთ-ერთი ტრენდი გადავიღე TikTok-ისთვის და უბრალოდ შევილამაზე, ანუ არაფერ წამისვლა ზედმეტი, რაც მესვა, უბრალოდ შევილამაზე, სხვა არაფერ წამისვლამს და აი ეს გული რომელიც არის ულამაზესი და კადრები ძალიან უხდება, მარიკოს მოვპარე, სანამოვე უკონა დავაბრუნო, მაგრამ ეს ისეთია რომ მე ფუჭდება, ალბათ გადავაგდებ უარს მინახოს, არ გაფიქიშდეს. დედა ჩემი კიკეთია, მეტყვი. მამამის წაყვანილი ყავს, დღეს მამას და პაპას ყავდა ჩაბარებული ჩემი შვილი. იმიტომ რომ დედა წასული იყო და წუთი უნდა მოვიდნენ, იმიტომ რომ აქვე წავიდნენ რაცა დიდი ქოთანი უნდა იყიდოს მამაჩემა გარეთ ჩვენი შემოსასვლელისათვის, ანუ არ ვიცი რაღაცა მძიმე ქოთანი უნდა მოვიტანონ. რომელიც იყიდება მგონი ცხეთისკენო. აი მე და წყალი ვარ დამელია ხალხო, აი
მოკლედ, გოგოებო, გუშინ გავაკეთე ხაჭოს ხინკალი და მინდა გითხრათ იმაზე მეტად მომეწონა, ვიდრე ამას წინათ ჩემებს გავუკეთე კვერცხი და აბაის და გადავყევიზეთ. რადგან ეს ჩემთვის კეთდებოდა მხოლოდ ხაჭო იყო და მარილი დავაყარე, ისე ხო ძიმე ცხოვრება არ შემიძლია. ხო და რომ მივხვდი, რომ ძალიან დამანაყრა, ძალიან მესიამოვნა. კიდე წამოვიღე, თუმცა ჩემმა ქორმა მიირთვა მერე მოუნდა ვეხვეწე არ მინდა და ბოლოს მიირთვა და ძალიან მოეწონა. ზემოდა კარაკი დაიდო როგორც ყოველთვის ახლა თვითონ ჩემი აი ამის გარეშე ხო აი დედას გეფიცებით ამის გარეშე მართლა არ ვიცი როგორ უნდა ვიცხოვრო აი უბრალოდ არ ვიცი ეს რო არ არსებობდეს რამე შველებოდა დაღერფელი წიწაკა რანაირად ჩავკად ესე იგი რამდენი დღე ვიზახ გერკულეს უნდა ვიყიდო თქვა ბავშვისთვის ყოველთ ერთ-ერთ მიერთმევს ხოლმე ხე კი ბაღში გავდივართ მაგრამ აი შაბათ კვირას ეგ დღეებში ხანდახან უნდა ხოლმე და მოვიტანე წონით აგერ რამდენი ლავის არის არ ვიცი ალბათ 3 ლავის დაახლოებით წამოვიღე გოგოებო ოსპი ჩემი შვილი ხარ არ გიждებ ოსპზე და საერთოდ არაფერზე ვიცით მაგრამ მაინც ვცდილობ ხოლმე რომ ჩავაკვეტო რამენაირად ეგ ოსპი ხო და წამოვიღე ძალიან ცოტა ფქვილი წამოვიღე ყოდა ეხა იმას ვერ ამოვიღებ იმით მიგევს რა ქვია საქონლის ხორცი ვიყიდე ამას მოვჭრი გოგოებო საქონლის ხორცი წვნიანი მაცივარში გვაქვს ამიტომ ახლა არ გავაკეთებ ამით წვნიანს ცოტას მოვჭრი და დავტყობებ მარიკოსთვის როცა მე გავუკეთო აქ რა გვაქვს ახლა ნუ ხომ წვანილი ვაიმე ხალხო შემოვიარე მთელი ცოტნე დადიანის ტერიტორია და ყველა ხელბოსტანი დავდა დაკეტილი ანუ აი 99% მე სადაც ვიყავი ახლა იქით და იმეჯი არ მივლივა ხო და გორც მაღაზიის კითხი ხაჭო და ყველი ყიდება რომ მე ბუდიშან გაფიცვა თუ რა ხდება ის მე თუ ხელბოსტანი რო დაკეტილი და შვებულება ქონია ხო და მომიწიანი კორაში შეცრევა და ყიდვა ამის არ მიყვარს ეს იმით რა ქვია ცელოფნებით ანუ ხელით ვარ მოვკიდე არ მიყვარს მაგრამ ნუ რაც ვიზამ ახლა რა უნდა გაჩვენოთ რამდენი ხანია გოგოება რომ შევივლინი კორაში იშვიათად შევდივარ ხოლმე და როცა შევდივარ ხდება ეს შუშის დოქი ეგრეთ წოდებული წყლის წვენის რავი რაც გინდა ჩაასხით და აი მილიონი დოქი რო გაგსალში წყლის თუ იმის თუ ამის და კიდე რო ყიდულობ აი არ ვიცი ამას რა ქვია რაც გინდა დავარქოთ მაგრამ რა ვქნა ხალხო ვიცი რომ მაქვს მაგრამ მომწონს და მინდა რომ გქონდეს მეუბნებიან გვაცა ხო გაქვს შვილო ის გაქვს ეს გაქვს აი ანუ ვიცი რომ მაქვს ნახე ვიცი მაგრამ მინდა კიდე ხო და ძალიან მესაყვარლად ანუ რომ გავაკეთო ახლა ანუ ვთხარი ხო და ამდენი და ვიყიდე ეს ჩემი მუცუცქნული რომელიც ზაფხულისთვის უკეთესად გამოსადეგი იყო მაგრამ კაი ჯერ მაინც ზაფხულია ესე ჩავთვალოთ მოიცადეთ და ჩაგიბნელოთ რომ აი ესენი კარგად დაინახოთ ნახეთ რა საყვარელია და რა ლამაზია ხედავთ ყულად არ მიყიდია ყულად უნდა მეჩხუბნო ჩემები არ მიყიდია მშვენივრად ჩავასხავ ხამაში წყალს და შევდგა მაცივარში ერთი ვინმეს დაუნახო რომ სომს აქედან მაგრამ სამხელა სად უნდა შევდგა სიმაღლე მოკლედ რა ვიცი ათილარი ამას უბრალოდ ჩემები მოვიდნენ ახლა და მასქენი რა ქვია ძალიან მომწონს ძალიან დამწყებული ბრუსვილის ის მდგომარეობის შესახებ Facebook-ზე გავრცელდა და აი გული დამეთუთქა უმაგრესი მსახიობი აი ლეგენდა მართლა ლეგენდა და ჯიმი კუმირი და ყველაფერი უკვე რამდენიმე წელია დემენციას ებრძვის და სამწუხაროდ უკვე ძალიან ცივი მდგომარეობა აქვს და ძალიან მწუხვარი იმიტომ რომ ლეგენდები მიდიან და გული მიკუდება სიმართლე გითხრათ მისი მდგომარეობა უკვე ისეთია რომ ოჯახი მის მოვლას ანუ ძალიან უჭირთ თითქმის უკვე აღარაფერი ახსოვს ვინ არის რა არის არაფერი საერთოდ ძალიან სამწუხარო ძალიან ნეტავიცოდეს როგორი მაგარია რამდენად
რთულია ხო მისი ოჯახისთვის, მისი ახლობლებისთვის რა არის ეს გვირგვინივით რომ იდევს აქ ის რეალობა რა რეალობაც აქვს ზოგადად დემენცია უძიმესია დემენციის დიაგნოზი ვისაც აქვს და მაგ ვიდეოებს უყურებ ხოლმე დემენციას ვუყურებ ხოლმე რა ზოგადად ვისაც აქვს ეს დაავადება ამერიკაში თუ არ მახსოვს რომ ქვეყანაში ცხოვრობენ ქართველები არიან მოკლედ დედას აქვს დემენცია და უვლის ეს გოგონა და ანუ ისეთ კადრებს აჩვენებს ხალხო არც ვიცი როგორ შეიძლება მოუარო აი ჩვეულებრივმა ადამიანმა რომელმაც არ იცი და არ გქონია შეხება ხო ხვდებით რა ამასაც სწავლა უნდა ყველა ნებისმიერ დაავადების მქონე ადამიანთან უნდა იცოდე როგორ მიუდგე რა როგორ ანუ ეს მარტივი გზა არ არის მით უფრო დემენცია სადაც საერთოდ აბსოლუტურად შევადადგეს დღე და ვერც გაგიხსენოს ვიღარ ვეღარასოდეს საკუთარი თავიც კი ვერ გაიხსენოს ვინ არის და სულ აი ფიქრობ ხოლმე გოგონას რო უსმენ რომ აი რამხელა გამძლებოდა უნარი სჭირდება ამას მით უფრო როცა სხვა ქვეყანაში ხარ კი დიდი ხანია იქ არის მაგრამ შენს მიწაწყალზე რო ხარ ასე რომ ვთქვათ ეს კიდე სხვა რამე აი თითქოს ვიღაცის იმედი გაქვს მეზობლის იმედი გაქვს ვიღაცის იმედი ხარ ვიღაც იმედი გაქვს აი იქ უცხო მიწაზე ეგ ნაკლებად გაქვს ეგ ყველაფერი და რა რთულია თქო რა ესე ფიქრობდი ხოლმე და აი რამდენად მძიმეა და რა ვიცი ჩემი უდიდესი პატივისცემა ვინც ზოგადად უვლის ნებისმიერ დაავადების მქონე ოჯახის წევრს აი ბრუს ვილისი არის ჩემთვის აი ერთ-ერთი საუკეთესო მსახიობი მამაკაცი აი ათეულში რომ უპირობოდ შევიყვან ისეთი შესაძლოა ხუთეულშიც და აი მენანება როგორ ვერ აგიხსნით როგორ მენანება შეიძლება ჩემი სუნა მომატოდო უნდა დაისხა საყვარელო რა შემადებინა ახლა მაღლა ნეტა ოდესმე თუ გაიხსენებს შოუ ლეგენდა საერთოდ რაღაცა რა მგონია იმ დონემდეა უკვე და ისია ქართულებულ ფორმებში დემენცია მაგრამ ან აი ტელევიზორს რო ჩაურთავენ და თავის ფილმს რო დაინახავს, სადაც თვითონ თამაშობს და თავის თავს რო დაინახავს, ნეტა თუ მიხვდება, რომ ის არის. ანუ მეტირება. და მე რომ ნერვიულობ, მეცინება ხოლმე სხვათა შორის. ეგ ერთი ჩვევაც მაქვს. დაგასხა, მე არ დამასხა, შენ დაგასხა საყვარელო? დავისწრე. კარგი, ჩემო სიცოცხლე, კარგი სუნამოა. მარიკოს თავისი სუნამო აქვს გოგოები. ისეთი ლამაზი ბოთლია, რომ აი არ ვიცი. მოდი დაენახე, აი აქ გქონდა რომ შემოწროს. მოდი ჩემო ერთადერთო, მოდი. მამამ არ შეგიკრა თმების სიცოცხლე და გამარჯობა. არ გინდო და გაშლილი გინდო და საყვარელო. თავარია ის ჩაგაცვა, რაც დედიკომ დაუტოვა, ხო, ჩემო ლამაზო. მე ჩემი სიცოცხლე, ჩემი სიყვარული და ხო და მოკლედ ძალიან რთულია და მძიმეა, როცა ისეთ ავადმყოფს უვლი რომც არ უვლიდე შენ და ყავდეს ადამიანები, ვინც მას უპატრონებენ ან კლინიკაში ყავდეს ზოგადად, ხო? მაინც ხო ძალიან მძიმეა ხალხო ეს რეალობა, ამრელების მიღება, ამრელების აღქმა ხო ძალიან რთული და მძიმეა, რომ ამ დონემდე უჭირ შენ ოჯახის წევრს სამწუხაროდ დემენცია არ იკურნება და ამას არ აქვს რაღაცა ისეთი თვისება, რომ იმკურნალე და რა ვიცი, აღიდგება რამე არა, ანუ
არ ვიცი, ერთ არსებობს ვინმე ვინც დემენცია დაამარცხა, მაგრამ მე არ გამიგია ყოველ შემთხვევაში. შესაძლოა არსებობს, მაგრამ ეს ისეთი დაავადებაა, რა ვიცი, აი შეჩერება გასაგებია, რომ შეიძლება შეჩერება რაღაცა დროიდან მე ისე წება ან ნელი პროცესით მიდის, როცა მიდის ძლიერი მკურნალობა და თერაპიები და რაღაცეები, მოკლედ. მაგრამ სიმსივნეში დაამარცხო და რამდენი ადამიანების ეს დაუმარცხებია და დაუღწევით აი ამ ჯოჯოხეთისკენ და აი დემენცია გითხრევს ზოგს ნელა აქვს ეს პროცესი ძალიან ნელა აქვს ზოგს უცებ რაღაცა ვულკანივით ამოხეთქავს და მენანება ამის თქმა მინდა ძალიან ისე კარგად ვაფეროდი. კი, ჩემო სიცოცხლე. შემზარეული ხარ, კარგად ვაფეროდი. დიდი მადლობა. აკი შემზარებული. აქ ვინმე 4 ოთახიან კორპუსის ბინას ხუმარაქირავებს. თქვენ დაგხვდებათ ახალი ავეჯი, ასევე ტექნიკა, ყველაფერი რაც შეიძლება დაგჭირდეთ. და ყველაზე მთავარი, თქვენ იქნებით პირველი, ვინც შეაღებს ამ სახლის კარს. კიდევ ერთი კომფორტი მეტროსთან ძალიან ახლოს. სულ რამდენიმე წუთში შეძლებთ მეტრო ახმეტელიდან აღმოჩნდეთ სახლს. არ გჭირდებათ მარშრუტკა, არ გჭირდებათ სამარშრუტო ტაქსი, არ გჭირდებათ ტრამვაი. ვეძებთ კეთილსინდისიერ ადამიანებს, ვინც გახდება ჩვენი ოჯახის უახლოესი ადამიანი. გელოდებით. ჰაი ხაი. წერეთელი დაუჭერიათ ხატია. დაწეს რომ ხერის ხო იცი ეგარა? ხო და დედა, ერი თვითგვები და ვერ გამოვდივართ. ესე იგი არ ვიცი, რიცი გადავფაროთ. ჩვენი ქვეყნის უბედურება აღარ ვიცი, ახლა რაზია ლაპარაკი დაოცო და თუ ჩაიძინე, უნდა ჩაჯდი ახლა. შეიძლება გერბეღო ჩავჯდები, თუ ცოდვა ჩაიძინე და არ ვიცი ახლა მე არც მოსამართი ვარ და არც ღმერთი. ხო და ვითომ ახლა მაგაზე მეტი ცოდვები ხო თქვენ არ გქონდეთ ჩადენილი დედა რაკნა დაასაქმა გაჭირვებული ქალები და მაგალებთან ვიდა გაჭირვებული კაცები აჰა ხელი ხელს და ორივე პირს ხო გაგიგია ხალხო ახლა კაი რამე გააკეთე და ვაი დედა მედალი ჩამოვკიდოთ კი არ ამობ მაგრამ ხალხო საქართველოს ხოთანზე ხო გადალეწილი აჰა აქედანაც უკვე ძალეკილები ვართ ისე დღეში ვარ და თურმე ხათია წერეთელი დაგვიდგა საქმე უი და რა ეშველება იმას რა ქვია უბედურ კაცებს ახლა თქვენ თუ გიდათ გაჭირებული ქვეყნის უბედურების ამბები გადაიფაროს წერეთელი კარგაბოვა დაოეგრე და ძმაო სხვა რაღაცას მიაწექით ახლა გაფიცებთ უზე დაიდეთ ხელი თქვენზე მეტი ცოდა თუ მაგ უბედურ გოგო ჩადენილი აი უბრალოდ მაინტერესებს რა ხალხო ძალეკილი და ქვეყანა აღარა ვართ ქვეყანა ვიყავით და დავჭით ქვის დასაწყისი. ახლა დანარჩენი უკვე გაკატახებულია და დედა წერეთელი დაუჭერია და ვაიმე დედა ესე იგი ეს რა ცოდვა ჩაუდენია ახალგაზრდა მოწიფულ გოგოს. ვაი. ხალხო მაგას ღმერთი კი აპატიებს, მაგრამ ქვეყნის გაპყიდველებს გაპატიებთ ღმერთი, მიწებს რო ხედით უცხოელებზე. ესე იგი სადაც გაივლი ჰალამ მესმის. ქართული სიტყვა უკვე აღარ მესმის. მარჯანიშვილზე გაივლი და ქართველი ხარ ვიცახ იქნება ვიღაცა ხო დაიძახოს არ არიან ქართველები ესე იგი ბუნების წიაღში გინდა გახვიდე და უკვე შესეულები არიან და შესყიდულებიან ერთი სასომხეთში ჩადით გაბედეთ ვინმე და ემყელა გოჯი ვიცა გაბედეთ რო თქვა შევისყიდი ხო თავის მიწაზე ხალხო არა ჩერებენ არავის რო ჩახვიდი ახლა შენ და მოიწყო ის არა ქვია მოიშენო ლოჯი და შეიტანოს ტენკა. ხო და ჩვენა ოღონდ გავყიდოთ ჭირწაუღია არაბი, პაკისტანელი, რა ვიცი მე, ვინც გიდა ის იყო ჩემთვის შერავნოა. ცოტა ხანში ხო მე არ შევყანაც რა დაერქმება და თურმე წერეთელზე უნდა ვინტერვიულოთ, რომ ეს რა გაუკეთები ატრიალებენ მთელი დღე ტელევიზიები, მთელი დღე.
იმანა თუ ჩაიდინა ხო სასჯელს მოიხდის ღმერთადაც მოინანევთ თქვენ რა გეშველება თქვენ ჰაი ხალხო ახლა 10 წუთია ვზივარ და ვფიქრობ თქვენ ხუჭით მეყავასთან მიყვარს ფიქრი ჰაჰა ყველას ხალხო გილოცავთ მარიამობას დიდ პატარას ქალს კატერად დედა აღმეთ მაგრამ ბეჭდები დავიწყებია მოიცან ყველასა გილოცავთ და წმინდა მარიამ იყო ჩვენი მფარველი და რა ვიცი უფას ვებარებოდეთ ყველა ახლა რა მინდა კიდე დავავატო ხალხო დღესასწაულები ახლა იმიტომ კი არ არის მოგოდილი რომ იმით რა ქვია გოჭის ფეხს გამოებათ და ილბიდოთ და ილოცოთ ხალხო კი ბაჭონო იქეფე მარა ახლა ცოლი რომ იმიდა რა ქვია ტორბის ქვაბითა დამოგაყოფილებთ თავს და მე წაგახოხიალებთ სახში რომ დაგბანო და დაგაგდო და დაგაჯინო და გამოგაფხიზლოთ ხო კაი რაში კაი მამიდაშვილო ესა ტრენდიულად თქვენთვის გამოვეწყე ხო და იცოდეთ ყველას გითვალთვალებთ კაცებო ამოყავით ტორბები და თავი კაით ახლა რომელი საუკუნეა ხო აი ესა მესოფლების გულის გასახით ხარ მიკეთე აი ხო დადივარ ქუჩაში ხო მაგრამ აი უნიდან ვიცი ხოლმე ესე გადაყუდება რომ ისა იქნება დასკდეთ